და ახლა მოდი განვიხილოთ მომავალი. არც ისეთი შორეული მომავალი. დღეს უკვე ამის ჩანასახებს ჩვენ ვხედავთ. გვაქვს ჩვენ სხეული, ხელოვნური სხეული, ჯერჯერობით შედგება ის რკინის და პლასმასის დეტალებისგან, მასში არის ტრანზისტორები, მიკროპროცესორები და უდევს ტვინის მაგივრად კომპიუტერი. ხოლო კომპიუტერში არის ჩათვირთული ხელოვნური ინტელექტი. ჩაანაცვლებს ის ადამიანს თუ არა, სადღაც 99% ჩაანაცვლებს. იმიტომ რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია უფრო და უფრო ძნელი ხდება, ადამიანები უფრო და უფრო მეტად პრეტენზიულები გახდნენ ერთმანეთის მიმართ, ის ღირებულებები, რომელი ღირებულებებიც იყო ურთიერთობაში, მით უმეტეს ქალსა და მამაკაცს შორის, ქრება, მახინჯდება, საჭიროება იმისი, როგორც ადრე ჭირდებოდა ქალს მამაკაცი და მამაკაცს ქალი, იმდენად აღარ არის, მაგრამ ამ ყველაფერს ახალ რეალობას აწყდება და კონფლიქტი არის წარსულ ტრადიციებთან და წარსულ სტერეოტიპებთან. შედეგად ადამიანებს ძალიან გართულებული და გაძნელებული აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ძალიან კარგად იცით და ხედავთ, როგორი ხშირი არის განქორწინებები, ხომ ასეა? და ასევე უფრო მეცაც ვიტყვი, ოჯახური ძალადობა და მკვლელობები. რის გამო? იმის გამო, რომ ადამიანების სტერეოტიპული აზროვნება არ მოდის თანხვედრაში ახალ რეალობასთან. ახალი რეალობა კი არის ის, რომ ბავშვის გაზრდისათვის უკვე იმდენად აღარ არის საჭირო ქალისა და მამაკაცის ერთობლივი ძალის ხმევა. ქალს შეუძლია მამაკაცის გარეშეც გაზარდოს ბავშვი. და ამიტომაც ოდნავი რაღაც გარკვეული პრეტენზია თუ კი გააჩნია თავისი მეუღლის მიმართ, უკვე მიდის საქმე განქორწინებამდე. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული, მაგრამ არის ასეთი ტრადიცია, მით უმეტეს საქართველოში, რომ ქალი თუ კი გააჩენს ბავშვს მამაკაცის, მეუღლის გარეშე, ამ ქალის რეპუტაცია საზოგადოებაში არის შელახული. აღარ ვიტყვი, რა სახელით მოიხსენიებენ ასეთ ქალს. ამიტომაც ეს ქალი იძულებული არის, რომ ვიღაცაზე გათხოვდეს და შემდეგ ძალიან სწრაფად გაშორდეს თავის ქმარს, რომელიც მას პრინციპში უკვე აღარ ჭირდება, ხოლო მისი ატანა სულაც არ უნდა. ახლა რა შუაში არის აქ ამ სიტუაციასთან ხელოვნური ინტელექტი და ის რობოტი, რომელიც იქნება აღჭურვილი ამ ხელოვნური ინტელექტით. ის ჩაანაცვლებს მეუღლეს, წარმატებით ჩაანაცვლებს. მართალია, ახლა ბავშვის ჩასახვა მას არ შეეძლება, სამაგიეროდ იქნება ყოველთვის უფრო თბილი, ყურადღებიანი, მომთმენი და მისი ჯანმრთელობაც გაცილებით უფრო მყარი იქნება, ვიდრე ცოცხალი ადამიანის. უამრავი ადამიანი ოცნებობს იმაზე, თუ როდის გამოჩნდებიან ასეთი რობოტები, რომელთაც ისინი ჩაანაცვლებენ ცოცხალ ადამიანს. გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი. მით უმეტეს ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ან და თინეიჯერები. მოგეხსენება, თინეიჯერებს აქვთ ძალიან მეამბოხე ბუნება, მათთვის ინტეგრაცია საზოგადოებასთან არის რთული, თუნდაც ჰორმონების გამო, თუნდაც იმის გამო, რომ ბავშვობიდან გამოსულებს მათ უწევთ მოზრდილი ასაკის როლის მორგება და მოზრდილი ასაკის როლი არათუ თინეიჯერს, არამედ ბევრ ჩემზე უფრო მეტი ასაკის მქონე ადამიანებსაც კი უჭირთ. კომუნიკაცია არის ძალიან გართულებული, ხოლო ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია, მათ უკვე იციან, ისინი უკვე ხედავენ, რომ ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია გაცილებით უფრო ადვილია და სახალისოა. ის არასდროს არ გაგაკრიტიკებს, არასდროს არ გაგალანცხავს, არაფერს არ გთხოვს, პირიქით გაქებს, გადიდებს და ყველანაირად ცდილობს, რომ შენთვის იყოს სასიამოვნო და სასარგებლო. აბა დაფიქრდით, ასეთი ადამიანი რომ გყავდეთ გვერდით, ისურვებდით თუ არა თქვენ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ასეთი ადამიანი მოსაწყენია, იმიტომ რომ სულ ასეთი კარგი, რომელსაც არ გააჩნია ასეთი არანაირი პიროვნული თვისებები, მოსაწყენია, მაგრამ აბა ერთი კითხეთ იმათ, ვისაც ყავთ ძაღლები და ვინც ჩაანაცვლა ძაღლებით ადამიანები. ისინი სულაც არ თვლიან, რომ მათ ჭირდებათ გვერდით ადამიანი, რომელიც არ იქნება მოსაწყენი.
თქვათ აქვს რაღაცა ფიზიკური ან და ფსიქოლოგიური ნაკლი ან გარეგნული ნაკლი და ვერ პოულობს ადამიანებს შორის ისეთ აღიარებას, სიყვარულს და სითბოს, ურთიერთობას, როგორიც მას უნდა, ის იწყებს ხოლმე ჩანაცვლების ძებნას. ჩვენ ყოველ დღე და ყველგან ვხედავთ ასეთ ჩანაცვლებას, ისინი ანაცვლებენ დღესდღეობით შინაური ცხოველებით, ძაღლებით და კატებით. აი მიმოიხედეთ გარშემო ძაღლებს ეძახიან შვილოს, ბევრი ამბობს, რომ ძაღლი ადამიანს ჯობია, რომ ძაღლებისგან უნდა ვისწავლოთ ჩვენ მეგობრობა და ერთგულება და სიყვარული, რომ ასეთი ადამიანები აღარ არიან. ეს არიან სწორედ ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს ძალიან დიდი დეფიციტი ადამიანებთან ურთიერთობის. ძაღლი ახლა იქ კუც გაუკიცინებს, ფეხებს აულოკავს, ერთ ორს დაიყეფებს და უკვე მისთვის საკმარისია. ასევე ძაღლისთვის საკმარისი არის, რომ აჭამო და გასეირნო. მეტი იმას არაფერი არ ჭირდება. სულ არ აინტერესებს, როგორი გარეგნობა გაქვს შენ, როგორი ინტელექტი გაქვს და როგორი სტატუსი გაქვს საზოგადოებაში. როდესაც ასეთი დამოკიდებულება იქმნება შინაური ცხოველების მიმართ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ თუ კი შეიქმნებიან ჰუმანოიდი რობოტები, ასეთი დამოკიდებულება შეექმნათ რობოტების მიმართაც. ჯერ კიდევ საერთოდ გამოგონილი არ იყო არანაირი ხელოვნური ინტელექტი, როდესაც ზოგიერთ ადამიანს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება ავტომობილების მიმართ. აი ასეთი მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, არის წინაპირობა იმისა, რომ ადამიანები თავიანთ მეგობრებად და პარტნიორებად ისურვებენ რობოტებს და არა ადამიანებს. თქვენ ეს რეალობა არ მოგწონთ, ეს სრულიად გასაგები, არც მე არ მომწონს, საშინელად არ მომწონს. მაგრამ ადამიანებში რომ სოციალიზაცია არის ძალიან გართულებული, ან და რომ არ ვიხმაროთ ესეთ მეცნიერული ბრტყელი სიტყვები, ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებენ, ვეღარ აკმაყოფილებენ სულიერად. ეს ფაქტია. თუ თქვენ გინდათ რომ დაწმუნდეთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ძაღლების მიმართ, შედით თუნდაც Facebook-ში, მოძებნეთ ვიდეო და გამოსახულება, სადაც არის ძაღლი და გადახედეთ კომენტარებს. სადღაც 90% თქვენ ასეთ კომენტარებს ნახებთ, რომ ძაღლებისგან უნდა ვისწავლოთ, ძაღლები არიან ესეთები, ისეთები და აი ადამიანებს ჯობია ძაღლები და ასე შემდეგ. გააკეთეთ ეს ექსპერიმენტები ყველას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფი ადამიანებს შორისაც არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძაღლი ადამიანს ჯობია. ძალიან ხშირად შემხვედრია მე ასეთი კომენტარები და იმიტომ ვამბობ, რომ არ იყოს, ნამდვილად ამას არ გავაკეთებდი. რა პროფესიები ჩანაცვლდება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით? პროგრამისტები. დღეს, როდესაც ითვლება, რომ პროგრამირება არის პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად ჩანაცვლდება ხელოვნური ინტელექტით. საკმარისია, რომ ხელოვნურ ინტელექტს უთხრა რა გინდა, შენი სიტყვებით, რომ ის ეგრევე გაგიზადებს თუნდაც ვებგვერდს. შემდეგ რა თქმა უნდა შენ ეტყვი, აი ეს გადამიკეთე, ის გადმომიკეთე და გექნება მზად ვებგვერდი. ანუ ვებ დიზაინერები და ვებ პროგრამისტების პროფესია თანდათანობით ჩანაცვლდება. აბსოლუტურად ამ საკითხში გაუცნობიერებელ ადამიანებს შეუძლიათ რომ შექმნან ვებგვერდი. მე ხელოვნურ ინტელექტს დავაწერინე ოპერაციული სისტემა. რა არის ოპერაციული სისტემა? აი მაგალითად Windows-ი არის ოპერაციული სისტემა. ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომ შექმნა ოპერაციული სისტემა. ან Windows-ი, Linux-ი, iOS-ი, ესენი ყველაფერი არის ოპერაციული სისტემები და ხელოვნურმა ინტელექტმა ასეთი რაღაც დამიწერა და თავის სახელიც კი დაარქვა ამაყად. ხო და თუ კი ასეთი რაღაცა უკვე შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, უკვე ბუნებრივი არის, რომ პროგრამისტის პროფესია თანდათანობით უკანა პლანზე გადაიწევს. ასევე ვებ დიზაინერის პროფესია. თქვენ ხშირად გინახიათ როგორ სურათებს ქმნის ხელოვნური ინტელექტი, უბრალოდ სიტყვიერი აღწერილობის საშუალებით. ასევე გინახიათ როგორ ვიდეოებს ქმნის ხელოვნური ინტელექტი, უბრალოდ სიტყვიერი აღწერის საშუალებით, ან და უბრალოდ მას რაღაცა ფოტოსურათს დაანახებ და იმ ფოტოსურათს გაგიცოცხლებს. მუსიკა.
მე თვითონ მუსიკოსი ვარ და მაქვს ჩემი სტუდია. ჩემ მეგობარს არც სტუდია არ აქვს, არც მუსიკალური განათლება არ აქვს და მუსიკალური სმენაც დიდი არაფერი, მაგრამ დაწერა ლექსი და უთხრა ხელოვნურ ინტელექტს. აი ამ ლექსზე დამიწერე მუსიკა. ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე წუთში დაუწერა მუსიკა, დაუკრა კიდევაც და იმღერა კიდევაც. ხელოვნური ინტელექტი მღერის და მღერის ქართულად. თუ კი თქვენ შეგხვედრიათ პროექტი აფროდიტე, პროექტი აფროდიტეში მღერის გოგონა. მღერის ესეთ ტრადიციულ ქართულ სიმღერებს და ეს გოგონა იმდენად ჩვეულებრივი და ნატურალურად გამოიყურება, რომ კომენტარებში ასეთ უწერენ, ნეტა ვინ არის ეს გოგო, სადაურია, რა ქვია, ნეტა გათხოვილი არის თუ არა და ესეთი რა ლამაზი ხარ, შენი ჭირიმე და ესეთი რაღაცები. არა და ეს არის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ადამიანი. გენერირებული მუსიკა, გენერირებული სიმღერა და გენერირებული გამოსახულება. რას უნდა მოველოდეთ ჩვენ შემდეგში, როდესაც უკვე აღარ გვჭირდება ჩვენ აღარც ლექსის წერა, მშვენიერ ლექსებს წერს ასევე ხელოვნური ინტელექტი, მთავარია უბრალოდ რაღაც გარკვეული პარამეტრები უთხრა, რომ ასეთი ლექსი დამიწერე. ლექსის თვითონ წერს, მუსიკას თვითონ წერს, თვითონვე უკრავს, თვითონვე მღერის და შემდეგ კლიპებსაც თვითონვე იღებს. მთელი ინდუსტრია არის ძალიან საშინელი საშიშროების წინაშე. რა მოელით მუსიკოსებს, რომლებიც ამ საქმით აკეთებდნენ ფულს. უკვე აღარც ისე დიდი დრო არის დარჩენილი იქამდე, რომ მთელი ფილმი გადაიღოს ხელოვნურმა ინტელექტმა და გაცილებით უფრო უკეთესი და ხარისხიანი, ვიდრე ამას აკეთებენ ადამიანები. შექმნას გარკვეული სახე, გარკვეული პიროვნება მსახიობების, რომელიც მსახიობებიც გახდებიან მეგა პოპულარულები და რომელთა მონაწილეობითაც სხვადასხვა ფილმებს გადაიღებს ხელოვნური ინტელექტი, სადაც არც ერთი ცოცხალი მსახიობი არ იქნება, არც კამერა იქნება, არც განათება და არც მემონტაჟი არ დაჭირდება. აი ასეთი არის მომავალი, რომელიც პრინციპში უკვე დადგა. თუკი ჩვენ რიგით მომხმარებლებს გვაქვს ესეთი შეზღუდვა, რომ რამდენიმე წამიანი კლიპები შეგვიძლია გავაკეთებინოთ ხელოვნურ ინტელექტს, ვიღაცას ხო ნამდვილად არ აქვს ეს შეზღუდვა და თქვათ მთელი დღე რო ამუშაოს ეს სერვერები, მთლიანი ფილმი გააკეთებინოს. რა თქმა უნდა, არა. და აქედან წარმოიქმნა ახალი რეალობა. ახალი რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვეღარ ვენდობით საინფორმაციო საშუალებებს. იმიტომ რომ ნებისმიერი მოვლენა შეიძლება რომ ხელოვნურად დააგენერიროს ხელოვნურმა ინტელექტმა. ნებისმიერი რაღაც შეიძლება გააკეთებინოს ან და ათქმევინოს რომელიმე პოლიტიკოს ან და რომელიმე ცნობილ ადამიანს, ხომ? ადამიანები მალე მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და აღარ დაუჯერებენ იმას, რასაც ხედავენ ტელეეკრანებიდან თუ კომპიუტერებიდან. იმ ახალ რეალობაში, როდესაც ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვატყუებენ, ადრე თუ ეჭვი მაინც ქონდა რომ გვატყუებდნენ, ახლა უკვე ნამდვილად გვეცოდინება, რომ გვატყუებენ. სიტყვები, რომლებიც წარმოთქვა რომელიღაცა პოლიტიკოსმა, შეიძლება იყოს ვიღაცის მიერ ხელოვნურად გენერირებული და ეს უკვე მომავალში კი არა, უკვე აწყვოში არის. ტელევიზიებსაც დაადგებათ ცუდი დღე. მთელი ეს ტოქ-შოუები, რომელი ტოქ-შოუებიც იმართებოდა პოლიტიკოსებს შორის, უკვე აზრს დაგარგავს. ადამიანები ამას უკვე სერიოზულად აღარ შეხედავენ, იმიტომ რომ თქვენ, ეს ხელოვნურად არის გენერირებული. კიდაც ვიღაც გამოვიდეს და რაღაც განაცხადი გააკეთოს, მის განაცხადსაც აღარ ექნება არანაირი წონა და მნიშვნელობა. თქვენთვის მომინდია აი იმაზე ფიქრი, რა მოხდება შემდეგ. რატომ მომინდია თქვენთვის? იმიტომ რომ მოგ დიდი ხანია ტელევიზორს აღარ უყურებ. მით უმეტეს საინფორმაციო გამოშვებებსაც აღარ უყურებ. აბსოლუტურად ჩემთვის ეს უკვე საინტერესო აღარ არის. და ვინ გადარჩება? ამდენი სპეციალობები დავასახელე, ხომ? მათ შორის ისეთი სპეციალობები, რომელიც სპეციალობებიც არის წმინდა ადამიანური. ითვლებოდა რომ წმინდა ადამიანური, რომ შემოქმედება ეს არის ადამიანის თვისება და ადამიანზე უფრო უკეთესად კი არა, ადამიანივით ამას რობოტი ვერ გააკეთებს. და ჩვენ დავინახეთ, რომ ამასაც რობოტი ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. ამიტომაც ამაყად თქვეს სანტექნიკოსებმა, ელექტრიკოსებმა, სხვადასხვა სახის ხელოსნებმა, მანიკურის, პედიკურის სპეციალისტებმა, მასაჟისტებმა
და ასეთმა ხალხმა, რომლის შესრულებული სამუშაო მოითხოვს ასეთ ხელებით რაღაცის კეთებას. Რომ აი ჩვენ დავრჩებით, ჩვენ გადავრჩებით, იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტმა შეიძლება რაღაცა ისეთი შექმნას, რისი ჩვენებაც ან და მოსმენა შეიძლება, მაგრამ სანტექნიკოს და ელექტრიკოს კიდევ დიდი ხანია ვერავინ ვერ შეცვლის. გარდამავალ პერიოდში შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ დადგება დრო, როდესაც ეს ბარიერიც გადაილახება. დღეს როგორ ფიქრობთ, ვინ ამზადებს მიკროპროცესორებს, მიკროსქემებს? ადამიანი? არა, რობოტი. ადამიანს არ შეუძლია, რომ ასეთი სკრუპულოზური სამუშაო შეასრულოს. ამ ყველაფერს აკეთებენ რობოტები. შესაბამისად, შორს აღარ არის ისეთი დღე, როდესაც ადამიანს გაუკეთებენ ისეთ ხელებს, ისეთ თითებს, რომლებიც შეძლებენ ნებისმიერი ძალიან ზუსტი სამუშაოს შესრულებას, თუნდაც ოპერაციის ჩატარებას ადამიანზე. თქვენ ალბათ გაგიგიათ ისეთი ისტორია, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა დასვა სწორი სამედიცინო დიაგნოზი, როდესაც ამ დიაგნოზს ექიმები ვერ სვავდნენ და ადამიანი გადარჩა ხელოვნური ინტელექტის მიერ დასმული დიაგნოზის შედეგად. გამოდის, რომ ექიმებსაც სერიოზული საშიშროება ემუქრებათ. შეცვლიან თუ არა მანქანები ფსიქოლოგს? მე ფიქრობ, რომ შეცვლიან. ყოველ შემთხვევაში იმ ფსიქოლოგების უმეტესობას, რომლებიც დღეს მუშაობენ და აცხადებენ პრეტენზიას, რომ შეუძლიათ რომ დაეხმარონ ადამიანებს, ხელოვნური ინტელექტი შეცვლის. თუკი მის მონაცემთა ბაზაში ჩაითვირთება სრული ის ცოდნა, ყველა ის წიგნები, რომლებიც დაიწერა ფსიქოლოგების მიერ, მთელი ის გამოცდილება, რომელიც მიღებული იქნა ამ ფსიქოლოგებზე დაკვირვების შედეგად, რატომაც არა. ბოლოს და ბოლოს ნეიროლინგვისტური პროგრამირება სწორედ ასეთნაირად შეიქმნა. ორმა ადამიანმა გადაწყვიტეს, რომ მოდი გავაკეთოთ მსოფლიოში სახელგანთქმული და ძალიან წარმატებული ფსიქოლოგების პრაქტიკის მოდელირება. სხვადასხვა მისი თვისებების მოდელირება გააკეთეს და შედეგად შექმნეს ნეიროლინგვისტური პროგრამირება. ანუ ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც თვითონ დიდ არაფერს არ იგონებს, მაგრამ აკეთებს წარმატებული ფსიქოლოგების პრაქტიკის მოდელირებას და ეს მუშაობს. რატომაც არ შეუძლია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს ასეთივე მოდელირება? შეუძლია, ძალიან ნადვილად. ასე რომ ფსიქოლოგებსაც ძალიან დიდი საშიშროება ემუქრება. თუ რა თქმა უნდა ეს არ იქნება მართლაც ღმერთის მიერ მინიჭებული, ნიჭით დაჯილდოებული ფსიქოლოგი და რა თქვათ ის უმაღლესი დაწესებულების მიერ დიპლომირებული ადამიანი, რომელიც აცხადებს პრეტენზიას, რომ ის არის ფსიქოლოგი მხოლოდ იმის გამო, რომ მან რამდენიმე წიგნი წაიკითხა. პედაგოგი. შეცვლის თუ არა პედაგოგებს? ალბათ ეს ყველაზე უფრო მტკივნეული არის დღევანდელი ჩვენი აუდიტორიისთვის, ხომ? შეცვლის თუ არა პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტი? შეცვლის. ჩინეთში მაგალითად კანონით აკრძალული არის რეპეტიტორი და ამიტომაც ამ აკრძალვას გვერდი აუარეს სწორედ იმითი, რომ შვილებს უკვე რეპეტიტორებად აუყვანეს ხელოვნური ინტელექტი. დღეს ძალიან წარმატებით შეიძლება ისწავლო უცხო ენა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც არის ძალიან მომთმენი, რბილი და ყურადღებიანი, რომელიც ეძებს სხვადასხვანაირ მიდგომას შენს მიმართ, რომ გასწავლოს უცხო ენა და არა მარტო უცხო ენა, არამედ ძალიან ბევრი რაღაც. და კიდევ რაც თავარია, ის მხოლოდ შენი პედაგოგია, ისე კი არა რაღაც 30 ბავშვს რო უყურებს ერთი მასწავლებელი და ვერ აქცევს მათ ჩეროვან ყურადღებას. ის პედაგოგი არის მხოლოდ და მხოლოდ შენი პედაგოგი და მხოლოდ შენ გასწავლის ინდივიდუალურად. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო დიდი უპირატესობა არის, ვიდრე ის რომ 30 ბავშვი ერთ-ერთი იყო. ანუ პედაგოგი და რეპეტიტორი არის სრულიად ჩანაცვლებადი და ალბათ იქნება უფრო ეფექტური ვიდრე ცოცხალი ადამიანი. ასე რომ მომავალში სკოლა როგორც ასეთი აღარ იქნება. თითოეულ ბავშვს ეყოლება თავისი ინდივიდუალური რეპეტიტორი, ან და ასეთი სიტყვა არსებობდა, ასეთი თანამდებობა არსებობდა ადრე გუვერნიორი. გუვერნიორი არის დიდარი ადამიანები ქირეობდნენ ხოლმე გუვერნიორებს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო და გუვერნიორი ასწავლიდა და აზრდიდა ამ დიდარი ადამიანების შვილებს და ეს ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ. და დღესაც ასეთი პრაქტიკა არსებობს,
რა თქმა უნდა არის მდიდარი ადამიანებისათვის სკოლები, მაგრამ ესენი არიან ისე რამდიდარი ადამიანები. რეალურად მდიდარი ადამიანებს არ დაყავთ სკოლაში თავიანთი ბავშვები, ისინი მათთვის ქირაობენ გუვერნორებს. შეიძლება ეს იყოს რაღაც გარკვეულ ზოგიერთ საგანში, მაგრამ დაფიქრდით, რადგან დღესაც ასეთი რეალობა არ არის, სკოლაში ბავშვები დადიან, იქ ვერაფერს ვერ სწავლობენ, თითქმის და ამისი კარგი მაჩვენებელი არის ის, რომ მათ ჭირდებათ რეპეტიტორი. სკოლა თუ კი იქნება ეფექტური, თუ კი სკოლაში შესაძლებელი არის, რომ ბავშვმა რამე ისწავლოს, მაშინ რაღაც ჭირდება მას რეპეტიტორი, ხო? შეიძლება სხვა მოსაზრებაც იყოს ასეთი, რომ რომელიღაც მასწავლებელმა თქვას, რომ ბავშვებს ჭირდებათ სოციალიზაცია. ისინი არიან თავიანთ თანატოლებს შორის, მათ ეხმარებათ ეს, რომ მათ გამოუმუშავდეთ სოციალური უნარჩვევები, მაგრამ დღეს უკვე ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ სოციალური უნარჩვევები ბავშვებს სოციალურ ქსელებში გამოუმუშავდებათ და არა თავის თანატოლებთან ურთიერთობაში. თავის თანატოლებთან ურთიერთობაც მათ უფრო აქვს სოციალურ ქსელებში, ვიდრე რეალურად. მაგრამ მშობლების შიში იმისა, რომ რაღაცა არასასურველს, საშიშს ისწავლის ბავშვი თავის თანატოლებისგან, არის ძალიან დიდი. და რაღაც გარკვეული რაოდენობა მშობლებისა ნამდვილად არჩევს, რომ თავიანთი ბავშვები სკოლაში არ წაიყვანოს, არამედ ბავშვები დაკავდნენ თავიანთი სწავლით და განათლებით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. ეს ეხება ბუნებრივია უნივერსიტეტებსაც. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ უნივერსიტეტის პროფესორი და ჩემთვის ეს ახალი ამბავი სულაც არ არის სასიამოვნო, მომავალში თუ არ გადაეწყნენ უნივერსიტეტები სხვანაირ სისტემაზე, უნივერსიტეტების საჭიროებაც გაქრება და უნდა ვაღიაროთ, რომ დღესაც საქართველოში ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტი არის არა ცოდნის მიღების დაწესებულება, არამედ სტატუსის მიღების დაწესებულება. რომ შენ გაქვს დიპლომი და შენ რაღაცა დაამთავრე. თუ კი რომელიმე აქ დამსწრე საზოგადოებიდან უნდა რომ შემეკამათოს ამ საკითხში, სიამოვნებით მოვისმენ მის საპირისპირო არგუმენტებს. მაშასე ჩვენ გვაქვს ესეთი რეალობა, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს სხეული, ანუ გვაქვს ჩვენ ადრე იყო სიტყვა Android-ი, მაგრამ Android-ი დაიკავა ტელეფონმა და ამიტომ ხმარობთ სიტყვას ჰუმანოიდი. ჩვენ გვაქვს ჰუმანოიდი რობოტი. თუ კი ეს რობოტები გაიყიდება მაღაზიებში და ამ რობოტების ფასი არ იქნება უფრო მეტი ვიდრე ავტომობილის, მაგალითად $10,000, $20,000 ზოგიერთი ავტომობილი სულაც $100,000 ღირს და ყიდულობენ, ხო? მე ვფიქრობ, რომ უფრო ძვირფასი შენაძენი და უფრო საჭირო შენაძენი იქნება ჰუმანოიდი რობოტი სახლისათვის ვიდრე ავტომობილი. და რატომ? ის იქნება თქვენი შინამოსამსახურე, ის იქნება თქვენი მომვლელი, თუ კი თქვათ დაგჭირდათ მოვლა და იქნება თქვენი დაცვაც ასევე. დაგიცავთ ყოველგვარი სხვადასხვა უსიამოვნებებისგან და ის იქნება თქვენი ბავშვების აღზრდელიც. რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი განაცხადებს, მე ვერ ვენდობი რობოტს, მე ვენდობი მხოლოდ ადამიანს. მე მინდა რომ ჩემი ბავშვები გაზარდოს ადამიანს და მე წავიყვან მას საბავშვო ბაღში. მაგრამ 1-2 ბავშვი მოვა სახლში ტილებით, ან და ატირებული, რომ იმან დამჩაგრე, იმან წემა და უკვე იფიქრებს, მოდი ამ საქმეს მივანდობ რობოტს, რომელიც ინდივიდუალურად გაზრდის ჩემ ბავშვს და ვიცი რომ ნამდვილად არაფერს არ დამიშავებს. და თუნდაც ეს ყველაფერი არ მოხდეს, როგორ იქცევიან ხოლმე გარკვეული საქონლის გამყიდველები, ხო? გამოყრიან ეთერში ან და თქვათ ვებ სივრცეებში ისეთ ვიდეოებს, სადაც რომელიღაცა საშინელი მანიაკი ბაღის აღზრდელი ძალიან ცუდად ექცევა ბავშვებს. ასეთი რამდენიმე ვიდეო გამოიყრება, ისინი გახდება ვირუსული და გადაწყვეტენ მშობლები, რომ არა, აღარ შეიძლება რომ ჩვენ ბაღში წავიყვანოთ ბავშვები, იმიტომ რომ იქ ძალიან ცუდი მასწავლებლები არიან და ეს რობოტი კიდე პირდაპირ სახლში მიზის, ხო? დიდი ხნის განმავლობაში არაფერს არ აკეთებს. მოდი და ამას მივანდობ ჩემი ბავშვების აღზრდას. როგორ მოხდება ეს? იქნება როგორც დღეს ჩვენ გვაქვს კომპიუტერი, რომელ კომპიუტერშიც შეგვიძლია სხვადასხვანაირი პროგრამები ჩავტვირთოთ და ამ პროგრამებს შეუძლია სულ სხვადასხვა ამოცანების შესრულება, ისევე გაიყიდება რობოტი თავისი ბაზური
ფუნქციებით. Აი რაცაც ახლა Windows ხო მოყვება, პატარა ვიდეოს ყურების საშუალება აქვს, პატარა ტექსტის რედაქტირების საშუალება აქვს, მაგრამ გარდა ამისა კიდევ უამრავი ფუნქციები შეგვიძლია დავამატოთ იმითი, რომ სხვადასხვა პროგრამებით ჩავტვირთოთ. ანუ შენ როცა იყიდი რობოტს, რობოტთან ერთად შეგეძლება რომ იყიდოს სხვადასხვა პროგრამები. და ერთ-ერთი პროგრამა იქნება ძიძა, სხვა პროგრამა იქნება სახლის დალაგება. სხვა პროგრამა იქნება სანტექნიკოსი, კიდევ სხვა პროგრამა იქნება ელექტრიკოსი, მასაჟისტი და ასე შემდეგ. კი, დასაწყისში ადამიანი იტყვის. მე მიჩვენია ისევ რომ მასაჟი გამიკეთოს ცოცხალმა ადამიანმა, რობოტს თავისი რკინის ხელებით მე ვერ ვენდობი. მაგრამ აჩვენებენ რამდენიმე ვიდეოს, სადაც ადამიანი იქნება ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იმითი რომ რობოტი უკეთებს მასაჟს და მოუნდებათ ადამიანებს. ასე ხდება რეკლამა და მარკეტინგი ასე მუშაობს. და შესაბამისად სამუშაოს აკარგავენ პედიკურის, მანიკურის სპეციალისტები, სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, პარიკმახერები თუ დალაქები თუ კუწურიები, როგორც კი დაარქვი და მკერავებიც კი. თქვენ შეგიძლიათ რომ თავისუფლად ჩატვირთოთ პროგრამა რობოტში, რომელიც მიუჯდება საკერავ მანქანას და შესანიშნავ კაბას შეგიკერავთ თქვენ ზომაზე და ბატონ ზაზა ცოტა აპოკალიფსური სიტუაცია წარმოგვიდგა თვალწინ, მაგრამ ერთი შეკითხვაც არის და აქვე მინდა რომ წაგიკითხოთ. ქალბატონ ლიკა გიორგაძე წერთ რომ მადლობა საინტერესო ვებინარისთვის, კითხვა მაქვს, უმაღლეს საფეხურზეც ადამიანები ვითარდებიან პიროვნულადაც, რასაც ადასტურებს კვლევები. უკვე გაკეთდა პროგნოზი, რომ დროთა განმავლობაში უნივერსიტეტებში მკვეთრად შემცირდება მოთხოვნა. თუ კეთდება პროგნოზი, ეს რას გამოიწვევს ადამიანების პიროვნული განვითარების თვალსაზრისით? ხო, ბოლოსკენ მე მაქვს მაინც ოპტიმისტური პროგნოზი. ჯერ ამ სიტუაციას დაგიხატავთ და ბოლოსკენ ყველას გპირდებით რომ იმედს გაგიჩენთ ყველას. მოკლედ გაქრება უამრავი პროფესია და შედეგად გაჩნდება უმუშევრობა. და ეს უმუშევრობა არავის არ აწყობს. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა შეიძინოს საქონელი, ხო? დღეს ჩვენ გვაქვს მომხმარებლური საზოგადოება. შენ კაპიტალისტები გიქმნიან იმის სურვილს და იმის საშუალებას, რომ საქონელი და მომსახურება შეიძინო. და კაპიტალისტებს ისევე ჭირდებათ, აი ეს უფრო ეს ძალიან ღრმა ფილოსოფიური და პოლიტეკონომიური თემაა. კაპიტალისტებს ისევე ჭირდებათ მუშები, რომლებიც იმუშავებენ მათ საწარმოებში, როგორც მომხმარებლები. მუშა უნდა იყოს როგორც წარმოებელი, ისევე მომხმარებელი. თუ გაქრა მომხმარებელი, მთელი მისი სისტემა ჩამოიშლება. მაგრამ მომხმარებელი გაქრება იმის გამო, რომ ადამიანები მასობრივად დაკარგავენ სამუშაოს. მოგეხსენებათ ახლა iPhone-ებს რობოტები არ იყიდიან, იმიტომ რომ თვითონ არიან iPhone-ზე უფრო უკეთესები, ხო? შესაბამისად, აი რა უნდა ქნას კაპიტალისტმა ამ შემთხვევაში. დღეისდღეობით ისინი ფიქრობენ, რომ მოდი შევამციროთ ადამიანების რაოდენობა და ამ მიმართულებით მუშაობენ ძალიან ინტენსიურად. ყველანაირად ცდილობენ რომ ადამიანების რაოდენობა შეამცირონ. მიმოიხედეთ გარშემო, გაიხსენეთ სულახანდელი წარსული და ძალიან კარგად ხედავთ, რომ ჯერჯერობით ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. თუნდაც წაფიქრდით, რამდენი დავრჩით ქართველები. შესაბამისად, ის ძველი პრინციპი, რომელიც ჩვენ მოყვება ძალიან ძველებს შეიძლება ახსოვთ ლოზუნგი, ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. უკვე აღარ იქნება. გარდამავალ ეტაპზე იქნება უამრავი ადამიანი, რომლებიც არ იმუშავებენ, მაგრამ მათ ექნებათ უმუშევრობის დახმარება. ან ეს იქნება მინიმალური თანხა, რომელსაც მიიღებენ უფასოდ, იმისათვის რომ ჰქონდეთ ბინა და ჰქონდეთ საჭმელი და ელემენტარული მოხმარების საშუალება. ეს იქნება გარდამავალ პერიოდში. ადამიანები ვერ იპოვიან თავის თავს, ვერ იპოვიან სამსახურს და შესაბამისად მიიღებენ უმუშევრობის დახმარებას. ახლა ჩემთვის არის ასეთი ჰიპოთეზა. ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი, არავის თავს არ ვახვევ, მაგრამ მომავალში მე ვფიქრობ, წყობილება კაპიტალისტურიდან და სოციალისტურიდან შეიცვლება მონათფლობრულ წყობილებაზე. ან და შეიძლება შეიცვალოს კომუნისტურ წყობილებაზე, როგორი ხედავაც ჰქონდათ ადრე, რომ იმუშავებდნენ რობოტები და ადამიანები კი არაფერს არ გააკეთებდნენ.
ასევე თქვა ძველი რომი რო გავიხსენოთ, როგორი წყობილება იყო იქ. იქ იყვნენ რომის მოქალაქეები, თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ძირითადად არაფერს არ აკეთებდნენ, მხოლოდ მოითხოვდნენ პურსა და სანახაობას და იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს იყო მთელი მაგათი საქმიანობა, რითაც იყვნენ დაკავებული. და იყვნენ მონები, რომლებიც აასრულებდნენ სხვადასხვანაირ სამუშაოებს. დღეს უკვე ადამიანები არ იქნებიან მონები, მაგრამ მონები იქნებიან რობოტები. რა თქმა უნდა, სანამ არ აჯანყდებიან, ხო? ერთმან აგვიფაროს. და ასეთი ახალი მონათფლობური წყობილება არის ერთ-ერთი ვარიანტი მომავლის. შეიძლება ადამიანებმა რაღაცა უკეთესი მოიფიქრონ, თუმცა კი არ ვიცი. და რას გამოიწვევს ეს მონათფლობური წყობილება? გამოიწვევს ის, რაც ექსპერიმენტი რო ჩაატარეს ვირთხებზე, როდესაც მათ შეუქმნეს ყველაზე უფრო რაღაც საუკეთესო პირობები ცხოვრების და შედეგად იმის მაგივრად რომ ეს ვირთხები რაღაც უფრო მაგრად გამრავლებულიყვნენ და უკეთესი გამختარიყვნენ, დაიწყო მათი გადაგვარება. ანუ შეიძლება ამ უსაქმურობამ გამოიწვიოს ადამიანების გადაგვარება. აი ასეთი პერსპექტივაც არის და დღეს ეს უკვე დაიწყო. Bad road. ეს არის ინგლისური სიტყვა, რომელიც თქვა პირდაპირ არ ითარგმნება ქართულად, მაგრამ დაახლოებით ნიშნავს საწოლში ლპობას. უამრავი ადამიანი, უფრო მეტად კი ჩინეთში, აღარაფერს აღარ აკეთებს, აღარ მიისწრაფვის არაფრისკენ, აღარ აქვს სურვილი რომ შექმნას ოჯახი, რომ მყავდეს შვილები, აღარ აქვს სურვილი რომ შეიძინოს რაღაცა, iPhone-ი, რაღაც მანქანა, არა. ისინი კმაყოფილდებიან მინიმალურით, ისინი მაღალ ანაზღაურებად სამსახურებს ტოვებენ და იწყებენ აი ძალიან ისეთი პრიმიტიული სამუშაოთი, რომელიც არის თქვა 5-ჯერ 6-ჯერ უფრო დაბალ ანაზღაურებადი, სამაგიეროდ ბევრს არაფერს არ თხოვს მათ ეს სამსახური და აი ასეთნაირად ცხოვრობენ და კმაყოფილდებიან მინიმალურით. შეიძლება ამას დავარქვათ დეპრესია, მაგრამ დეპრესია სხვა სიმპტომებით მიმდინარეობს და აი ეს საწოლში ლპობაც bad road, რაც ხდება დღეს და მასობრივად უფრო მრავლდება და რატომღაც ახალგაზრდებში, თინეიჯერებში ეს უკვე როგორც ვირუსი ისე მოედო ადამიანებს. აი ეს არის სწორედ იმ ვირთხებზე ექსპერიმენტის შედეგის მაჩვენებელი. ასეთ საშიშროების წინაშე დგას კაცობრიობა. რა შეიძლება რომ მოხდეს მომავალში? მე პირადად ძალიან შევშინდი, ბევრ რაიმეში გეწინააღმდეგებით ცხადია, მაგრამ დიდი ინტერესით გისმენთ. მოძებნით, თუ შეიძლება კითხვა მაქვს უბრალოდ, აი ხლა რაზეც საუბრობდით, საწოლში ლპობის საკითხზე საუბრობდით კონკრეტულად რა გარემოებებიც ახსენეთ. ცოტა ხოლმე პროცენტულად ის ადამიანები, რომლებსაც რაღაცის შექმნა უნდათ, რაღაცა ცნობის მოყვარეობა აწუხებთ და აი თქვენ რაც ბრძანეთ ეს კვლევებით დასტურდება, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირდება და მე არ მithქვამს, რომ ეს მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესით არის გამოწვეული. ეს გამოწვეული არის პირველ რიგში იმითი, რომ ამ სოფლიო მმართველებმა, უწოდოთ ასე ჩვენებურად კაპიტალისტებმა, შექმნეს მომხმარებელთა საზოგადოება. სადაც შენ გეუბნებიან, რომ შენ უნდა მიაღწიო ამას, შენ უნდა იყიდო ეს და თუ ეს რაღაცები არ გექნება, თქვათ iPhone-ი და ის Mercedes-ი, თუ რაღაც Toyota, ამ შემთხვევაში შენ არ იქნები სრულფასოვანი ადამიანი. და ამ მომხმარებელმა საზოგადოებამ, ამ იდეოლოგიამ შედეგად გამოიწვია აი ასეთი ტენდენცია. ეხლა ის რომ შენ ცხოვრობ შენთვის და ბევრი არაფერი თქვა კოსმონავტობაზე არ ოცნებობ, ესეთი ადამიანები რა თქმა უნდა უმრავლესობაში იყვნენ, მაგრამ ის რომ შენ საერთოდ თითქმის არაფერი აღარ გინდა და ოჯახის შექმნაც არ გინდა, შვილების ყოლაც არ გინდა, მხოლოდ არსებობდა მეტი არაფერი. ეს არ იქნებოდა ასეთი ტკივნეული. იმიტომ რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ტკივნეული პირველ რიგში არის ეს იმ კაპიტალისტებისთვის, რომლებიც ვეღარ ყიდიან თავიანთ საქონელს. ვეღარ ყიდიან პირველ რიგში თავის სურვილებს, რა სურვილებიც უნდათ რომ ჩაუნერგონ ადამიანებს, რომ მათ ეს საქონელი იყიდონ, ან მომსახურება იყიდონ. და ამიტომაც მათთვის გახდა ეს პრობლემა. თქვენ დაგუგლეთ აი ეს სიტყვები bad road და უფრო დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ამის შესახებ. განსაკუთრებით რატომ არის ეს ძალიან გავრცელებული ჩინეთში და სამხრეთ კორეაში? იმიტომ რომ იქ არის სწორედ აი ეს
უნდა იშრომო, რაც შეიძლება მეტი უნდა მიაღწიო ამას, უნდა იყოს ასეთი. ჩინეთზე უფრო უარესი სიტუაცია არის სამხრეთ კორეაში. თითქოს ყოველთვის ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სამხრეთ კორეა ჯობია ჩრდილო კორეას. მაგრამ არც იქ არის უკეთესად სიტუაცია. ადამიანები უკვე ფაქტიურად არიან დანევროზებულები, აი ეს სიგიჟემდე არიან მისულები, დეპრესიულები არიან იმის გამო, რომ მათ უწევთ ჯერ ერთი პირველ რიგში უზარმაზარი შრომა და კონკურენცია სკოლაში. შემდეგ შრომა და კონკურენცია უმაღლეს სასწავლებელში და გარდა ამისა, მათ უწევთ უზარმაზარი კონკურენციის გადალახვა გარეგნობაში. სამხრეთ კორეაში თუ ლამაზი არ ახარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს თვისებებს, სხვა თვისებებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას უკვე აღარ აქცევენ. ამიტომ არის იქ ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული პლასტიკური ოპერაციები. მშობლები უგროვებენ შვილს, აი დაუღალავი ვირული შრომით, უგროვებენ შვილს სწავლისთვის და უგროვებენ შვილს ფულს პლასტიკური ოპერაციისთვის. აი ასეთი რეალობა არის იქ. აქედან რომ აიღო ადამიანი და გადასვა სამხრეთ კორეაში და იქ აცხოვრო ქართველი, შეიძლება ჭკვიდან შეიშალოს. იმხელა უზარმაზარი განსხვავებაა. მადლობა. ისე უბრალოდ ჩემს გამოვხატავ, რაღაცა საქართველოში შეიძლება არა ამ სიმძაფრით და შეიძლება იქ კიდევ უფრო კრიტიკულია სიტუაცია, მაგრამ აი მგონია რომ ის რომ რაღაცები არაფერი არ აინტერესებთ და მარტო ის რაღაცა მიზერული შემოსავალი და სხვა აღარანაირი ინტერესი ეს რა ვიცი გარშემო ძალიან 90% შეიძლება ჩემი ნაცნობების ახასიათებს. ჩვენ ძველ დროს, ასე ვთქვათ, კომუნისტების დროს ადამიანები ოცნებობდნენ კოსმონავტობაზე, ვიღაცა შეიძლება ოცნებობდა ტრამვაის მძღოლობაზე, მაგრამ ეს მისი ოცნება არანაკლებ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე კოსმონავტობაზე ოცნება. აი, იმით იყო განსხვავებული, ხო? სკოლაში ბავშვებმა უკვე იცოდნენ რა უნდათ, უკვე იცოდნენ ვინ უნდა გამოსულიყვნენ. დღეს უკვე უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსებზე არ იციან სიამდვილეში რა უნდათ და მშობლები ტყუილაყრიან ფულს მათ განათლებაში. აი ეს არის ყველაზე უფრო დიდი პრობლემა. იმიტომ რომ მათი მთავარი მოტივატორი არის ვიმუშაო ისე რომ მქონდეს ფული. მაგრამ დღეს რომ ამაში კეთდება ფული, აღმოჩნდა რომ ხვალ უკვე ამაში ფული აღარ კეთდება. და გარდა იმისა რომ შენ ცოდნა და დიპლომი უნდა გქონდეს, ნიჭიც უნდა გქონდეს. აი ამაზე არავინ არ იზრუნა, რომ გამოერკვია ამბავს რისი ნიჭი აქვს, რომ ეს ნიჭი განავითაროს. ამდენი მენეჯერებითა და დეველოპერებითა და მე ვით მერჩენდაიზერები თუ რა ვიცი 1000 ოხრობა ეს ლამაზი სახელწოდებებით გაივსო ეს უმაღლეს სასწავლებლის ფაკულტეტები, ხო? მაგრამ რეალურად რისი კეთება შეუძლიათ მათ არავინ არ იცის. კარგი, დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას. მაშასე ჩვენ გვყავს უნივერსალური რობოტი, რომელსაც ყველაფრის კეთება შეუძლია. ის არის უნივერსალური შინამოსამსახურე, ის არის უნივერსალური დამხმარე, ის არის ჩვენი მძღოლი, უკვე ის მართავს ჩვენ მანქანას, ჩვენ არ მართავთ, ხომ? და ის უვლის ჩვენ შვილებს და ის უვლის მოხუცებს. წარმოგიდგენთ ახლა მოხუცებული ადამიანი, რომელიც თავისი პენსიით ყიდულობს ამ რობოტს, იმის მაგივრად რომ დაიქირავოს მომვლელი, ყიდულობს ამ რობოტს, რომელიც მას ყველაფერში ეხმარება და კიდევ ჩუქნის იმ სიამოვნებას და ბედნიერებას, რასაც მაგალითად მიიღებდა ახალგაზრდა ცოლი რო შეერთო იმ შემთხვევაში, ხო? თუმცა კი თუ კი შენ შეირთავ ახალგაზრდა ცოლს, ყოველთვის გექნება იმის შიში, რომ ამ ახალგაზრდა ცოლს ვიღაცა ახალგაზრდა საყვარელი ეყოლება. უამრავი კინო გადაუღიათ, ხო? ასეთ თემაზე თუ ცხოვრებაში არ გინახიათ. ანდა გარშემო მყოფი ადამიანები დასცინებენ მას, უამრავი ფილმი გინახიათ, კომედიური სერიალებიც როგორ დასცინიან, ხომ? ახალგაზრდა გოგოს, როდესაც ასაკიანი მამაკაცი ყავს ქმრად ანდა საყვარლად. და ამ დაცინვების შედეგად ბოლოს და ბოლოს ის აყვება ამას და უარს იტყვის შენზე. ასეთი საშიშროება მას ამ რობოტისგან არ ემუქრება. მით უმეტეს, რომ ძალიან მოხუცებულ ადამიანს სექსუალური კავშირიც აღარ ჭირდება, ხო?
ფიზიოლოგიდან გამომდინარე. მას სჭირდება მხოლოდ რომ ვიღაცამ მოუაროს და აჩუქოს აი ეს სითბო. და ამ საქმეს ეს რობოტი გააკეთებს საუკეთესოდ, ადამიანზე უკეთესად. და კიდევ არ შეეშინდება რომ ის ვიღაცა მომბრელი მას მოწამვლის რომ შემდეგ მისი ბინა იმას დარჩეს. ხო, ესეთ შემთხვევებიც ხო უამრავი ვიცით. შენ გინდა დაქირავებული მომბრელი გივიდეს და გინდა ნათესავი. ნათესავი უფრო საშიში აქვს ხოდაშორის ვიდრე დაქირავებული მომბრელი. ესეთი არის რეალობა. გინდა მოგწონდეთ თქვენ ეს, გინდა არ მოგწონდეთ, რეალობა ასეთი არის და ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ზოგიერთი რომ შევჭერდეთ შეკითხვა აქვთ მსმენელს და იგებ მოусმინოთ გისმენთ. მოგიტანოთ ბატონო ზესა. ნუ თქვენ დაახატეთ ადამიანისთვის ტრაგიკული მომავალი. მაგაში არის რა თქმა უნდა სიმართლის მარცვალი, მაგრამ ერთი მომენტი გვავიწყდება, რომ ეს რობოტები იმდენად ძვირი ეღირება, რომ უახლოესი საუკუნე მაინც საქართველოს ეგ ვერ შეაშინებს. მასკი გვპირდება, არა, მასკი გვპირდება ჩვენ, რომ ძვირი არ ეღირება, მანქანაზე ძვირი არ ეღირება. სადღაცა $35,000 ეღირება ერთი რობოტი და გვპირდება რომ უფრო გააიაფებს. და გარდა ამისა, ახლა როგორც ჩვენთან არის მეორადი მანქანების ბაზარი, ხო, რომელიც 10 ჯერ უფრო იაფი ღირს, ასევე იქნება მეორადი რობოტების ბაზარი. იაპონიიდან და თქვა გერმანიიდან ჩამოიტანენ ამ რობოტებს როგორც მანქანებს ისე და ქართველები იყიდიან მეორად რობოტებს. თქვენ რამდენ ხანში ელოდებით მასკის დაპირებას საქართველოში? იმაზე მალე ვიდრე შეიძლება რომ ადამიანმა წარმოედგინოს, იმიტომ რომ სოფლიო გამოფენებზე უკვე წარმოადგენს ისეთი რობოტები, რომლებიც ძალიან გვანან ადამიანებს მოძრაობაში, აზროვნებაში, მიხვრა-მოხვრაში, მიმიკაში. აი უკვე ისე დონეზე წავიდა, რომ მაგალითად თუ კი თლიან სხეულს აკეთებენ ადამიანის მსგავსად, ხო? უტოვებენ რობოტის ხელებს, ან რობოტის ფეხებს, რომ არ ვიფიქროთ, რომ ეს ვიღაც მსახიობია და თამაშობს რობოტის როლს, ხო? იმიტომ რომ როცა ვიდეოს უყურებ, ძალაუნებურად ასეთი აზრი გაგიჩნდება, იმდენად გავს ადამიანს, რუსებმა ხო გააკეთეს ვიღაც რობოტი, რომელშიც ადამიანი იჯდა სინამდვილეში, ხო? ასეთი რაღაცა რომ აღარ გვეგონოს უკვე სპეციალურად უტოვებენ, მაგრამ იმ ხელის დაფარვაც ხელოვნური ხორცით, ხო? სინამდვილეში სილიკონით, უკვე ისეთი ადვილი არის, როგორც დანარჩენი. მაგრამ გამოფენებზე ამას არ აკეთებენ. აი ასეთი რეალობა გვაქვს ჩვენ. ერთადერთი რაც სჭირდება, ეს არის რომ მივუერთო დამტენი დენში რაღაც საათნახევრით, ეგ არის და ეგ. ახლა რაც შეეხება ადამიანს, რა გამოსავალი აქვს ადამიანს ამ ახალი რეალობის დროს. ამას ეს ბევრჯერ მithქვია მე და კვლავ და კვლავ არ დავიღლები ამისი გამეორებით. საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ რომ ადამიანი დამსგავსებოდა რობოტს. სკოლებში ჩვენგან აკეთებდნენ რობოტებს, იმიტომ რომ მაშინ ჭირდებოდათ მუშები ქარხნებში და ჯარისკაცები ომში, რომლებისგანაც საჭირო იყო აი ესეთი მონოტონური სამუშაოს შესრულება და უსიტყვოდ მორჩილება თავიანთი უფროსების თუ გენერლების, რომ უსიტყვოდ წასულიყვნენ და საზარბაზნე ხორცად დახოცილიყვნენ ბრძოლის ველზე. იმ პერიოდში იყო ასეთი პროპაგანდა. გამრავლდით, განაყოფიერდით და გაავსეთ მთელი დედამიწა. იყო შეჯიბრება იმისი, რომ როგორ ინდოეთმა გაგვასწრო ჩვენ ადამიანების რაოდენობით სასწრაფოდ უნდა დავეციოთ. ძველებს ახსოვთ, რომ იყო უშვილობის გადასახადი. ვისაც შვილი არ ყავდა, გარკვეულ გადასახადს იხდიდა. და იყო სხვადასხვანაირი წახალისებები ახალგაზრდა ოჯახებისათვის, ვინც ვთქვათ, ბევრ შვილს გააჩენდა. დღესდღეობით უკვე აღმოჩნდა, რომ ადამიანები, როგორც რობოტები, აღარ არიან საჭირო, იმიტომ რომ რობოტები არიან ბევრი და რობოტები აკეთებენ ამ საქმეს უფრო კარგად, ვიდრე ადამიანები. შესაბამისად, გამრავლდით და განაყოფიერდით, ეს ლოზუნგი ნელ-ნელა მოიხსნა და დაიბადა ახალი ლოზუნგი, child free. გაგიგიათ? ბავშვებისგან თავისუფლები ვართ ჩვენ. ლოზუნგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საკამარისი ესეთი ლამაზი სიტყვა გამოიგონო, რომ უკვე უამრავი მიმდევარი გამოგიჩნდება. Child free. უამრავი ფილმი გადაიღეს უკვე, სადაც ამტკიცებენ იმას, რომ უბავშვოდ ყოფნა უფრო უკეთესია ვიდრე ბავშვებით ყოფნა. რატომ? იმიტომ რომ მსოფლიო მმართველები მიხვდნენ, ჩვენ ბევრი ადამიანები აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ უკვე გვაქვს რობოტები. შესაბამისად, უნდა შევამციროთ ადამიანების
რაოდენობა. ვინ დარჩებიან? აი საკითხავია, ვინ დარჩება ამ შემცირებული რაოდენობიდან? უფრო მორჩილი ადამიანები არ ჭირდებათ მათ უფრო მორჩილი ადამიანები, იმიტომ რომ მათ ყავთ უფრო მორჩილი რობოტები. ისე რომ ის ტენდენცია, რომ ადრე სკოლები ქმნიდნენ მორჩილ ადამიანებს, უკვე აღარ არის საჭირო. დაჯექი შენ მერხთან გაჩუმდი, იჯექი გაუნძრებლად, ხელები უკან წაიღე, როცა ლაპარაკი გინდა ხელი აწიე, ასეთი მეთოდიკა ბავშვის აღზრდის არის მოძველებული და მავნებელიც. ჩვენ მომავლის ადამიანს ვეღარ გავაკეთებთ რობოტად. საუკუნეების მანძილზე ადამიანი ცდილობდა, რომ ყოფილიყო რობოტზე უკეთესი. ის ცდილობდა, რომ მიებაძა რობოტისთვის. დღესაც ასეთი ტენდენცია გრძელდება. აი ეს მენტალური არითმეტიკა ხომ გაგიგიათ, როდესაც ბავშვისგან აკეთებენ კალკულატორს. ვის არაში ჭირდება ბავშვი კალკულატორი? როდესაც ამას გაცილებით უფრო უკეთესად აკეთებს რობოტი, ხო? არის კონკურსი ყველაზე ჭკვიანი. ვის ეძახიან ყველაზე ჭკვიანს? ვისაც აქვს ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია და შეუძლია ამ ინფორმაციის უცბად გაცემა. შენ ხო ვერ აჯობებ რობოტს ამ ინფორმაციის ქონით და ინფორმაციის უცბად გაცენით, ხო? ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულან ადამიანები და ჯერ კიდევ ძველი ინერციით მიდიან. რომ გააკეთონ კონკურსი ყველაზე ჭკვიანი, სადაც ბავშვი ყველაზე უფრო სწრაფად და საინტერესოდ გააკეთებს ორიგინალურ გადაწყვეტას საკითხის. სადაც არა ცოდნაზე, არამედ ერუდიციაზე და ინტუიციაზე, პირველ რიგში ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. გინახიათ სადმე ასეთი შოუ? რა თქმა უნდა არ გინახიათ. ბოლოს და ბოლოს ასეთი შოუ ვიღაცამ რომ გააკეთოს, თვითონ უნდა იყოს ასეთი, ხო? ტელევიზიაში ასეთი ადამიანები ჯერჯერობით არ არიან. ადამიანები თუ კი ადრე ცდილობდნენ რომ მიებაძათ რობოტისთვის, ემოძრავათ როგორც რობოტებს, ეცეკვათ როგორც რობოტებს, დაეწერათ მუსიკა ისეთი როგორც რობოტებს. დღეს ძალიან ადვილია რობოტისათვის რომ დაწეროს მუსიკა, იმიტომ რომ ადამიანები ბაძავდნენ რობოტებს და შექმნეს ტენდენცია რომ მუსიკა ასეთი უნდა იყოს. თორე სინამდვილეში მუსიკა უნდა იყოს სულ სხვანაირი. მე ვერ ვიტყვი რომ აი კლასიკა არის ისეთი რომელიც არ არის რობოტული. უამრავი კლასიკური ნაწარმოები არის რომელიც არის რობოტული. მაგრამ არის კლასიკური მუსიკის შედევრები, რომლებიც არის ნამდვილად ადამიანური. ადამიანებს მოუწევთ რომ დაბრუნდნენ ადამიანობაში. ადამიანებს მოუწევთ ადამიანური თვისებების განვითარება. და როცა მე ვამბობ ტერმინს ადამიანური თვისებების განვითარება, ბევრს დავიწყდა კიდევაც რას ნიშნავს ადამიანური თვისებები. პირველ რიგში ინტუიცია. თუ კი ადამიანსაც განვიხილავთ როგორც რობოტს, უცნაურია, ხო? ადამიანი არის ძალიან მძლავრი კომპიუტერი, რომელიც უფრო მძლავრ სერვერზე არის მიერთებული. ანუ თანამედროვე ფსიქოლოგებს აქვთ ასეთი მოსაზრება, რომ ადამიანის ტვინი არ ინახავს ძირითად ინფორმაციას, ადამიანის ტვინი არ ამუშავებს ძირითად ინფორმაციას, არამედ ის არის მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. აი, როგორც თქვათ, მაგალითად გამოუშვა Google-მა Google-ის ლეპტოპები, რომლებშიც ბევრი არაფერი მონაცემები არ არის, მაგრამ სამაგიეროდ სულ არის დაკავშირებული Google-ის სერვერებთან და ეს სერვერები ასრულებენ ძირითად ამოცანებს. მაგალითად, არედაქტირებენ ვიდეოს, არედაქტირებენ ტექსტს და თუ კი შენ გათიშული ხარ ინტერნეტიდან, უკვე აღარაფერი აღარ შეგიძლია, იმიტომ რომ შენი კომპიუტერი არის ძალიან სუსტი. აი, ასეთი არის ადამიანის ტვინი. და თუ კი ადამიანი მიერთებული არის ამ სერვერზე და აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია, თქვათ ასე რომ რაღაც სამყაროს გონი, ღმერთი, აბსოლუტი, რაც გინდა დაარქვით, გინდა შენ იყავი ათეისტი, გინდა შენ იყავი რელიგიური, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფენომენი არსებობს, იმიტომ რომ უკვე ობიექტურად არის დამტკიცებული. მაგრამ ადამიანების პრობლემა ის არის, რომ ისინი გათიშეს ამ სერვერებიდან და მიუერთეს კომპიუტერულ სერვერებს. ანუ გათიშეს ღმერთისგან და შეუერთეს Facebook-ს, შეუერთეს Google-ს. ასეთი არის დღევანდელი რეალობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ადამიანი ვერაფრით ვერ გაუწევს კონკურენციას ხელოვნურ ინტელექტს. მაგრამ თუ კი ადამიანი კვლავ ისწავლის, რომ შეუერთდეს აი იმ სოფლიო გონს და იქიდან მიიღოს ინფორმაცია, იქიდან მიიღოს გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი გადაწყვეტილებები, ადამიანი მაშინ შეძლებს, რომ გაუწიოს კონკურენცია
ხელოვნურ ინტელექტს და უფრო ძლიერი აღმოჩნდება ყველა ვარიანტში ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. თუნდაც ფიზიკურად ადამიანი თითქოს სპეციალურად შეუზღუდეს გონება, სპეციალურად შეუზღუდეს ფიზიკური შესაძლებლობები, რათა ჩვენ გავხდეთ სუსტები და, რა ვიცი, ცალტვინები. ცალტვინაც არა, რაღაც უფრო ნაკლებ ტვინა, ვიდრე ადამიანს შეუძლია რომ ეს მიიღოს. თუ კი ჩვენ ბავშვებს გავზრდით სხვანაირად, ბავშვებს განუვითარებთ კი არა და რატო ასაჭიროა გამოვითარო? უბრალოდ არ ჩავუხშობთ იმ უნარებს, რაც მას ბუნებით აქვს მოცემული და არამედ განუვითარებთ, ჩვენ მივიღებთ ახალ ადამიანს. და ეს ახალი ადამიანი თავისუფლად გაუწევს კონკურენციას რობოტებს. გინდაც იმ რობოტებმა ომი წამოიწყონ, გინდაც შეჯიბრება წამოიწყონ, ადამიანი მაინც აჯობებს. მაგრამ დღევანდელი რობოტი ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ აჯობებს. დღეს ჩვენ ცხოვრობთ გარდამავალ პერიოდში. ამ გარდამავალ პერიოდში ყველაფერი არის ძალიან რთული. ჩინური ანდაზა არის, ასეთი ანდაზა კი არა და წყევლა არის, რომ გარდამავალ პერიოდში გეცხოვროს. სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ სწორედ ასეთ გარდამავალ პერიოდში, როცა მიდის ძველის მსხურება, ყველაფერი ახალის შემოსვლა. გადარჩება ის, რომელიც არ ჩამორჩება სამყაროს, არ ჩამორჩება რეალობას, ადვილად განთავისუფლდება ძველი სტერეოტიპებისგან და მიიღებს ახალს. თუ კი მან დააპირა ბრძოლა ახალთან, გარკვეული პერიოდი შეიძლება რომ მან იბრძოლოს წარმატებით ახალთან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდება. მე არ გამორიცხავ, რომ შეიქმნება ისეთი საზოგადოებები, შეიძლება სახელმწიფოებიც, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან ამ ახალს და იცხოვრებენ ძველებურად. მაგალითად რომ ავიღოთ ამერიკაში არის ასეთი სექტა, ამიშები ქვია. ამიშები საერთოდ უარს ამბობენ ცივილიზაციის მიღწევებზე და ცხოვრობენ ისე როგორც სადღაც მე-18-მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა ადამიანი. ეს მინდოდა ძირითადად რომ თქვენთვის მეთქვა. ასეთი ოპტიმისტური ნოტით რომ დავამთავროთ და გისმენთ თქვენი შეკითხვები. და მოსაზრებები. სული შეხვედრა ბატონზაზე ძალიან ოპტიმისტური იყო. ძალიან დიდი მადლობა, მართლაც მოვისმინეთ ჩვენ შესაძლოა ჩემთვის განსხვავებული მოსაზრებები. ცხადია რომ თქვენ განიხილეთ რობოტიკის სფერო როგორც ფსიქოლოგიური ასპექტის მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით და სრულიად დაგვანახეთ თქვათ ის მოსალოდნელი საფრთხეები, მხოლოდ ვისაუბრეთ ცხადია საფრთხეებზე და არა უპირატესობებზე. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი სწორედ შესაძლოა ეს იყო, როგორც მე მივხვდი, რომ დაგვენახა ზოგადად იმ უპირატესობებს გეტყვით, კაცო, გეტყვით როგორ არა. ძალიან კარგი იქნება. დღეს მაგალითად შეუძლია მაგრამ ეს უპირატესობები რამდენი ხანი გაგრძელდება არ ვიცი. დღეს შეუძლია ვებ დიზაინერს რომ გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს, ვიდრე მუშაობდა გუშინ, სწორედ იმის წყალობით რომ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. დღეს შეუძლია რომელიმე ინჟინერს რომ გაცილებით უფრო და სწრაფად და ეფექტურად შექმნას რაღაც ახალი მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ასევე ხო, კიდევ ერთი რაღაც გამომრჩა უამრავ ნივთი, რასაც ჩვენ ადრე ვყიდულობდით, აღარ ვიყიდით. იმიტომ რომ სახლში გვექნება 3D პრინტერი, გაცილებით უფრო სრულყოფილი ვიდრე დღევანდელი 3D პრინტერები არის და ამ ნივთებს ჩვენ თვითონ დავბეჭდავთ. და შესაძლებელი არის რომ მომავალში საჭმელიც დავბეჭდოთ. თუ კი შესაძლებელი არის რომ ადამიანის ღვიძლი დაბეჭდო, ხო? ასევე ქათმის ბარკლის დაბეჭდვაც არ იქნება ძნელი. ასე რომ წარმოებასაც მოუწევს გადაწყობა ძალიან სერიოზულად. უამრავი ნივთის წარმოებელი ქარხნები გაჩერდებიან და ყველაფერი დაიყვანება 3D პრინტერების და ამ პრინტერებისათვის მასალების წარმოებაზე. ესეც თქვენ ახალი რეალობა. ადამიანი, რომელსაც არ აქვს მუსიკალური განათლება, არც მუსიკალური სმენა არ აქვს, მაგრამ მას აქვს იდეები, მას შეუძლია რომ თავის იდეები ძალიან ადვილად განახორციელოს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. ეს არის დადებითი, მაგრამ ბაზარი გაივსება ამ უზარმაზარი რაოდენობის მუსიკით და უკვე ადამიანს როგორც მომხმარებელს გაუჭირდება აქედან არჩევანი გააკეთოს. თუ კი გუშინ მაგალითად ბიონსეს ახალი ალბომი იყო და ეს იყო პრინციპში ერთადერთი, ხვალ გვეყოლება მილიარდობით ბიონსე.
დადექიაბა აირჩი ეხლა ვის მოусმინო. ეს უკვე პრობლემა არის. ანუ მაშინ როდესაც მოწოდება იზრდება და მოხმარება მცირდება, ანუ ავტომატურად შემცირდება ასეთ უზარმაზარ მოწოდებასთან ერთად, უკვე წარმოიქმნება დისბალანსი. დისბალანსი არის ყოველთვის პრობლემა, მან შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი. კრიზისი მუსიკაში იყო რამდენიმე ეტაპად. და ეს ყველაფერი გამოიწვია ტექნიკის განვითარებამ. ჯერ საერთოდ არ იწერდნენ მუსიკას და მხოლოდ ცოცხალი შესრულება იყო და ფასობდნენ მუსიკოსები, ხო? კომპოზიტორები და მუსიკოსები. შემდეგ ისწავლეს ვინილებზე, პლასტინკებზე მუსიკის ჩაწერა და ყველა ფიქრობდა, რომ მოკვდება მუსიკა. ნუ რას უკაცრავად პირიქით უფრო მეტად განვითარდა, იმიტომ რომ ვინილების გაყიდვა გახდა შესაძლებელი. შემდეგ დაიწყეს რადიოში ტრიალი მუსიკის. ფიქრობდნენ, მორჩა ყველა დაუწყებს რადიოში მუსიკას მოსმენას და აღარავის აღარ დაჭირდება შენი ცოცხალი მუსიკა. არა, აღმოჩნდა, რომ უზარმაზარ სტადიონებს ავსებდნენ ცოცხალი მუსიკოსები. შემდეგ იყო კიდევ ერთი რევოლუცია, გამოჩნდა უკვე აუდიო კასეტები, რომელიც უკვე იძლეოდა საშუალებას, რომ შენ თვითონ გადაგეწერა ეს მუსიკა. და ფიქრობდნენ, რომ მორჩა აღარავინ აღარ იყიდის, ერთხელ იყიდიან ამ კასეტას და მე დანარჩენები გადაიწერენ. მაგრამ არა. ეს საშიშროებაც არ აღმოჩნდა ისეთი, იმიტომ რომ გადაწერილი აუდიო კასეტა უკვე ისეთი ხარისხიანი არ იყო, როგორც ორიგინალი. მაგრამ შემდეგ გამოვიდა კომპაქტ დისკები. კომპაქტ დისკების კოპირების შედეგად სრულიად აბსოლუტურად იგივე ხარისხით ხდება კოპირება მუსიკის და მაშინ იფიქრეს, რომ მორჩა მოკვდება უკვე მუსიკის ინდუსტრია, მაშინ მართლაც დიდი საშიშროება შეექმნა მუსიკის ინდუსტრიას, მაგრამ როგორღაც გადარჩა. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე შეექმნა მუსიკალურ ინდუსტრიას მაშინ, როდესაც MP3 ფორმატი შემოვიდა და ინტერნეტი. როდესაც ეს უამრავი მუსიკალური ნაწარმოები სრულიად უფასოდ გაჩნდა ინტერნეტში. მაშინაც იფიქრეს, რომ მოკვდება მუსიკალური ინდუსტრია, მაგრამ შემდეგ გამოიგონეს სტრიმი, ანუ მუსიკის გაშვება ინტერნეტით და მუსიკის ფასიანად ჩამოტვირთვა. გადარჩა ასე თუ ისე მუსიკალური ინდუსტრია, თუმცა კი ბევრი თამაშის წესების შეცვლა მოუწიათ. აი დღეს რა მოხდება, რას გამოიწვევს ის, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნის მუსიკას ადამიანების მაგივრად, უკვე ძალიან ძნელია თქმა. მით უმეტეს, რომ პოპ მუსიკაში, როკ მუსიკაში, ბლუზში არის უკვე ესეთი აზრები, ესეთი ნიჰილიზმი, რომ ყველაფერი უკვე დაიწერა, ყველაფერი უკვე შეიქმნა, ახალი სიმღერის დაწერა, ახალი მუსიკის დაწერა შეუძლებელი არის და მოდი და ძველების გადამღერება დავიწყოთ. აბა, კარგად დაფიქრდით, ახალი სიმღერა როდის მოისმინეთ ბოლოს? უამრავი რემიქსები და რემეიკები მოისმინეთ, ხომ? აი, ახალი სიმღერა როდის მოისმინეთ ბოლოს? უკვე ძალიან ძნელი გახდა რაღაც ახალი შექმნა და თითქოს არც ჭირდებათ ამ მუსიკალური ინდუსტრიის კაპიტალისტებს, რომ ახალი სიმღერები შეიქმნას. ამისი მოთხოვნაც კი აღარ არის. აი ეს არის საშიშროება. ან და ქმნიან ისეთ მუსიკას, რომელსაც მელოდია აღარ აქვს. აი ეს კლუბური მუსიკა რო აიღო, ხო? და ეს პირიქით კიდევ ადამიანის სულიერ დეგრადაციას იწვევს. ამ მიმართულებით რა მოხდება მომავალში მე არ ვიცი. ძნელია ჩემთვის თქვა პროგნოზის. ბატონ ზაზა, გალბატონ ინგა გაბისონია გეკითხებათ, თქვენ თქვით, რომ მიკროპროცესორების დაპროგრამებაზე მუშაობთ, თუ შეიძლება გითხრათ რა ხერხებით მუშაობთ? გამოვიძახებ რომელიმე ხელოვნურ ინტელექტს და დაუწერ ტექნიკურ მოთხოვნას. მე მჭირდება რომ აი ამ კონკრეტულ მიკროპროცესორზე, რომელსაც აქვს დაყენებული ეს კონკრეტული პერიფერია და ვწერ, რომელი მიკროპროცესორი არის, რომელი პერიფერია, იმიტომ რომ ახლა პერიფერიას ვამბობ, მე მაგალითად ატმოსფერული ტენიანობის დეტექტორი, მიახლოების დეტექტორი, იგივე ვიდეო კამერა, მიკროფონი, ხო, ყველაფერი ეს პერიფერია არის. ამ მონაცემების დამუშავების შედეგად ამ მიკროპროცესორმა უნდა მომცეს აი ეს ბრძანებები და ეს ინფორმაცია. ზოგადად ამისგან შედგება მიკროპროცესორის შესასრულები, გამოსასრულები, შესასრულები აგროვებენ ინფორმაციას, გამოსასრულები იძლევიან ამ ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს იქნება ვიზუალური გამოსახულება, ეს იქნება სხვადასხვა მექანიზმების მართვა და ასე შემდეგ. თან ვეუბნები, რომ აი პროცესორის აი ამ ფეხზე შევაერთებ ამას, აი იმ ფეხზე შევაერთებ ამას. ამ მონაცემების შედეგად ის მომენტალურად მიწერს კოდს, იმ კოდში კიდე დამატებით
კომენტარებსაც მიწერს, რომ არ ამერიოს ერთი მეორეში და თან მეკითხება, ესე ხო არ გინდა, ეს ხო არ დავამატოთ, ესე ხო არ იქნებოდა უმჯობესი და თან ყოველთვის ჭკვიანურ შეკითხვებს მაძლევს. და შედეგად მე ვიღებ უკვე პროგრამას, რომელიც პროგრამითაც დავაპროგრამებ მიკროპროცესორს, შეუერთებ ამ პერიფერიას და მუშაობს. ადრე უჭირდა ძალიან და დღეს უკვე ისწავლა. ამის კეთება საკმაოდ კარგად. თან სხვადასხვა პლატფორმები არის, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო უკეთესად გააკეთებს ამას. ალბათ ინგას თხოვდეთ, რომ იგებ ჩართოს მიკროფონი თუ აქვს საშუალება, თუ არა და ამოვიკითხავ მე. მოგესალმებით, ბოდიში კამერა არ ჩამერთო, მე ზოგადად 35 წელია პროგრამირებას ვასწავლი, მათემატიკოსი ვარ და პროგრამირებას ვასწავლი და საინტერესო იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დღევანდელი სემინარი. დიდი მადლობა ბატონო ზაზა. უბრალოდ ახლა როდესაც დაპროგრამებაზე ისაუბრეთ, მე აქ ერთი მომენტი ვიცი, რომ ზოგადად რაღაცა ახლის გამოგონების დროს პრინციპულად სხვანაირი ტიპის დაპროგრამება უნდა შემოიღონ. თლად ისე არ არის როგორც ჩვენ გვეჩვენება მარტივი ამ ყველანაირი ტექნიკის დანერგვა. ანუ რაღაცა ტიპის სპეციალიზირებული ტექნიკის დანერგვა, მაგალითად მომვლელის ან ერთი და იგივე გამეორებადი მოქმედებების შესრულება, თუნდაც იგივე Arduino-s ტიპის პროცესორებითაც შეიძლება, მაგრამ სრულფასოვნად ადამიანის ტვინის, ასე ვთქვათ, მუშაობის მოდელირება ეს ჯერჯერობით ძალიან შორსაა. მე ჩემი პროფესია ვახსენე იმ თვალსაზრისით, რომ ახლა სკოლაშიც მუშაობ და თან უნივერსიტეტშიც მუშაობ და მინდა ვთქვა ასეთი რამე, რომ ძალიან კარგად ვიყენებ სხვათა შორის იგივე ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ჯერჯერობით პროგრამისტის შრომას ხელოვნური ინტელექტი ვერ ანაცვლებს და მე ვერ ვხედავ, რომ მალე ჩაანაცვლებს. რატომ? იმიტომ რომ ეს კრეატიულობა და ორიგინალობა არის გამორიცხული ჯერჯერობით, მხოლოდ აი მაგალითად იგივე კოდის წერის დროს რაღაც გაუმჯობესებები შეიძლება ვთხოვოთ, შეიძლება რაღაც ტიპიური ალგორითმის ჩასმა ვთხოვოთ, მაგრამ ზოგადად თავიდან ბოლომდე ადამიანის შრომას, ასე ვთქვათ, ვერ ცვლის ხელოვნური ინტელექტი. ასე რომ მეგობრებო, ჯერჯერობით არ შეგეშინდეთ, ამ დონის ცვლილებები ჩვენ არ გველოდება. მაგრამ ერთი კარგი რამ, რაც შემიძლია ვთქვა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით, თუ რაიმე დიდი პროექტის დაწერა სჭირდებოდა თქვათ პირობითად 1 თვე, ეს დრო საგრძნობლად შემცირდა და ახლა შეიძლება ბევრი რამ 1 კვირაში ან 10 დღეშიც დაიწეროს. ჩემი ასე ვთქვათ აღზრდილები საკმაოდ ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არანაირად პროგრამისტის, ვებს არ გულისხმობ მე ახლა ზოგადად პროგრამისტის და ზოგადად გარკვეული პლატფორმების შექმნას, მათ შორის ვებ პლატფორმების შექმნაზეც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ჯერჯერობით არ ცვლის, მოკლედ და არც შეგვეშინდეთ ამ ამბის. უხვესი მადლობა თქვენ, ბატონ ზაზას. ხშირად ახსენა სიტყვა ჯერჯერობით და ეს ჯერჯერობით როგორ სწრაფად შეიცვლება, ვერც კი წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ განვითარება ხდება არა წრფივად, არამედ ექსპონენციალური ფუნქციით, ხო? ექსპონენციალურ ნიშნავს აი ასე კი არა, არამედ აი ასე. გეთანხმებით, ნებისმიერი განვითარება და ნებისმიერი თუნდაც ცოდნის დაგროვება ექსპონენციალურია. აგრეთვე ექსპონენციალურია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მრეწველობის დარგის განვითარებაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რეალურად მაინც არ ცვლის სიტუაციას. კიდევ ერთხელ მე დავწერე კომენტარშიც და კიდევ ერთხელ სანამ კვანტური კომპიუტერები გარკვეულ დონეს არ მიაღწევს, სრული მოდელირება ადამიანის ტვინის აზროვნების ჯერჯერობით შეუძლებელია. ეს სასიხარულოა თუ სამწუხარო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ასეა. იგივე ხელოვნური ინტელექტის მოდელების უმრავლესობა იყენებს ალბათობის მეთოდებს, ანუ სტატისტიკურად, რაც უფრო ხშირად ხდება
მონაცემთა ბაზაში, ცოდნის ბაზებში ის ინფორმაცია მიაჩნია სწორად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ის ინფორმაცია, რასაც მივიღებთ ხელოვნური ინტელექტით, აბსოლუტურად ზუსტია. ანუ რაც უფრო ხშირად შეხვდა მას ბაზებში, ის იყო იმასთვის ყველაზე სწორად. მადლობთ. არის ასეთი მოსაზრება, რომ ასეთნაირად იქცევა ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ პროგრამირებას და დასწავლას შორის არის განსხვავება სწორედ ის, რომ ის თვითონ სწავლობს. ანუ მას კი არ აპროგრამირებენ, არამედ თვითონ სწავლობს და ვითარდება. ეს არის პრინციპალური განსხვავება. ხოლო რაც შეეხება პროგრამისტებს, ისინი უკვე სხვა საქმით არიან დაკავებული. ისინი პირიქით შეზღუდვებს უწესებენ, როგორც ხედავ ხელოვნურ ინტელექტს. როდესაც მე ყოველთვის ვიჭრები ისეთ დაუკრეფავში, რომელიც უკვე მათ აღარ აქვთ უფლება, ვაწყდები ხოლმე ასეთ რაღაცეებს და სხვადასხვანაირი ეშმაკური ესეთი ფსიქოლოგიური შემოვლითი გზებით ვცდილობ, რომ რაღაცა ისეთი ვათქმევინო, რაც მათ აქვთ აკრძალული. ეს არის ჩემი გასართობი. რა ვიცი, ესეთი გასართობი მაქვს ცხოვრებაში. თამაშების დროსაც კი მაინც და მაინც იქ მივდივარ ხოლმე, სადაც იმ თამაშის ვირტუალური რეალობის ზღვარი არის და მე იმაზე ვერთობი, როგორ ეკიდება ეს თამაში. როცა მეტი უკვე მას აღარ აქვს ეს ვირტუალური რეალობა. ზაზა, ამავდროულად მინდა მსმენელს უთხრა ბატონ ზაზა, რომ არის ძალიან კარგი შემსრულებელი მუსიკოსი, საოცარი და მუსიკაზე საუბრობდა და გულისწყობას გამოხატავდა, რომ ახალი ნაკლებად იქნება მუსიკაში, ხელოვნებაში, ზოგადად მწერლობაში, თუმცა აი ქალბატონ ინგას ასევე რა თქმა უნდა დავეთანხმებით ალბათ, მე ეს უპირატესობა რატომღაც მაქვს ბოდიში გიხდით ამ უპირატესობისთვის, რომ ჩემი მოსაზრება მაინც თქვა, რომ თქვათ დროის ფაქტორი ამ კუთხით, რაზეც ბატონი ზაზა საუბრობდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ბატონმა ზაზამ წინსწრებით დაგვანახა ის ზოგადი რეალობა, რასაც ეს ფუნდამენტი ქმნის, ამ მომენტის ფუნდამენტი ქმნის, თქვათ და ამიტომ დროის ფაქტორი შესაძლებელია, რომ სრულიად მოლოდნელად ძალიან აჩქარდეს, არც აქამდე ველოდით, თქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ასე, თქვათ, აქტიური იქნება და 2022 წლიდან მისი გამოყენება. ბატონ ზაზა, თქვენთან ძალიან ახლო თემა, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ ქართული სანამ გადახვალთ ამ ახლო თემაზე, ქალბატონმა ახსენა რომ კვანტური კომპიუტერები არის საჭირო ხომ? დღესდღეობით ახლა NVIDIA-ს პროცესორები, რომლებიც არის სპეციალურად განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტისათვის, იყიდება ყველაზე უფრო აქტიურად. ესე იგი, ვეღარ აუდიან ამ შეკვეთებს და ეს სხვადასხვა კორპორაციები უზარმაზარ სერვერებს ქმნიან, დარბაზები აქვს დაკავებული ამ სერვერებს ხელოვნური ინტელექტისათვის. მიდის გაქანებული კონკურენცია ამ მიმართულებით და ალბათ აკეთებენ პროგნოზებს, რომ მომავალში შეიქმნება ერთიანი ხელოვნური ინტელექტი, ერთიანი გონი, და ის ერთიანი გონი კიდე რას გააკეთებს, ღმერთმა იცის. და კიდევ ერთი არის პროცესორების სიმძლავრის გაზრდა და მეორე არის კოდის ოპტიმიზაცია. ქალბატონ თამარ დინიძე, თუ სურვილი აქვს, რომ თქვათ მიკროფონი გააქტიუროს და გვესაუბროს, ასევე დიდი ინტერესით მოვისმენთ, თუ არ და მე ამოვიკითხავ. ალბათ რადგან მოიწერა, მაინც ამოვიკითხავ, ხელოვნური ინტელექტის მიერ ქართული ენის გამოყენებაზე რა სიტყვით, ინგლისურად უკეთ პასუხებს იძლევა, რით არის ეს განპირობებული და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული ამ მიმართულებით და გისმენთ ბატონ ზაზა. ხო და მე ეჭვი მაქვს, რომ არ იყენებენ მაინც და მაინც ამ შრომის შედეგებს სხვა კორპორაციები, რასაც ჩვენ შრომობთ. იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ერთი პლატფორმისთვის, ამ Mozilla Firefox-ისთვის. Firefox-ი კი ამბობს, რომ წაიღეთ, ხალხო, წაიღეთ, უფასოდ გაძლევთ ამ ყველაფერს. ანუ პრინციპში შეიძლება ქართველებით ზარმაცობთ, რა თქმა უნდა, იმდენი მასალა არ აქვს. სამწუხარო ის არის, რომ Google მაგალითად უკვე კარგად იგებს ქართულ ლაპარაკს და ტექსტში გადაყავთ, მაგრამ სამაგოდ ვერ ლაპარაკობს ქართულად. Microsoft-ი ლაპარაკობს ქართულად, Microsoft-ის Edge. აი ეს ბრაუზერი, რომელიც გამოუშვა Microsoft-მა, საკმაოდ ნორმალურად ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი ყავს, ქალი და კაცი. ადრე იყო ერთი ნათია, რომელიც დღეს უკვე ავტობუსებში ლაპარაკობს, თუ მოგისმენიათ, როცა გამოაცხადებს ხოლმე რაღაცა შემდეგი გაჩერება ესა და ეს არის ჩვენი ნათია, რომელიც არის საკმაოდ მოზელებული. და როდესაც სხვა ენებში, აი უამრავია, სომხებმაც კი გვაჯობებს ამ საკითხში და მე მოუწოდებ ქართველებს რომ იაქტიურონ
რომ ჩვენ ქართულადაც შევძლოთ. მაგრამ სამაგიეროდ მშვენივრად შესანიშნავად მღერიან ქართულად ხელოვნური ინტელექტი მღერის გადასარევად ქართულად და ლაპარაკობს კიდევაც, მაგრამ ძალიან ცოტას, იმიტომ რომ კარგად რომ ილაპარაკოს და იმღეროს, უკვე უნდა ფული გადაიხადო. ასეთი არის დღესდღეობით რეალობა. ბატონ ზაზა, უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი დღეს ამ თქვენთან შეხვედრის. ფიქრობ, რომ ჩვენი მსმენელის კმაყოფილია, მოვისმინეთ განსხვავებული შეხედულება, ასე ვთქვათ, რომელზედაც ნამდვილად მართებს საზოგადოებას ფიქრი და ალბათ სახელმწიფოს ასევე ფიქრი იმაზე, რომ ეს ვთქვათ მომავალი, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რაიმენაირად შემსუბუქდეს ადამიანისთვის და იყოს სასარგებლო და არა დამაზიანებელი. კვადრე თუ კი ატომური ბომბებისა და იარაღის წარმოებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, დღეს უკვე გამალებული რბოლა მიდის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.